გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჩო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მეტი мотиваციის მაყურებელს მინდა ვაჩვენო ახალი ავტომობილი IM Motors L6. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი, რომელიც დამზადებულია ჩინეთში. ამ ავტომობილის ყველაზე განსხვავებული არის ნახევრად საჭე, რომელიც წარმოდგენილია L6-ში. ყველა საუბრობს ამ ავტომობილის აჩქარებაზე, რომელიც არანორმალური სიჩქარე აქვს და შესაბამისად მოდი ერთად ნახოთ რა ადრენალინის მიიღებს, როდესაც ეს ავტომობილი დაიწყება. 1 2 3. ბიჭო, ვახში. მეტი мотиваცია იმყოფება გამოფენაზე, ისე რომ წავედით. გადაცემა მეტი мотиваცია იწყებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, ჩვენს YouTube-ზე და ეხლა თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს, თუნდაც იმ მოტორში რა სიახლეებია. მოგესალმებით. დღეს გმასპინძლობს დიდუბის პავილიონში, მე-11 პავილიონში ტარდება საქართველოში ნომერ 1 ელექტრომობილების გამოფენა, სადაც E-Motors Georgia წარმოდგენილია 3 ბრენდის 4 მოდელის ავტომობილი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს, გატესტოს ნებისმიერი მანქანა და თავისი კმაყოფილება თუ უკმაყოფილება დაგვიფიქსიროს, თუ კი რა მოწონს და ასე შემდეგ. მადლობა ორგანიზატორებს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან კარგი ინიციატივა არის და იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივაში და საქართველოში ჰაერის დაბინძურების გახსნაში მივიღებთ მონაწილეობას E-Motors Georgia-ს სახელით. მოკლედ პირველად საქართველოში იმართება ჩინური ავტომობილების გამოფენა, სადაც ვიმყოფებით ჩვენ მეტი мотиваცია გადაცემა აგრძელებს. რა თქმა უნდა, იმ სიახლეების ნახვა თქვენთვის დღესდღეობით ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო ავტომობილი, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ესე რომ გამოყვებით მეტი мотиваციის ცდილობისას თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს იხილავთ. Switch. რას არ აღმოჩენ მეტი мотиваციის მსვლელობის დროს. ნიკა, გამარჯობა, მოგესალმები. გამარჯობა, სასიამოვნოა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემოა ამ ავტომობილში L7, რომელიც წარმოდგენილია თქვენს გამოფენაზე და მინდა იმ მომხმარებლებს, პოტენციურ დამკვეთებს, რომელიც ალბათ იქნება E-Motors-ის უამრავი, ვინც ამ მოდელს გაიცნობს, მინდა მათ გაუზიარო ის სიახლეები, რაც ამ ავტომობილშია წარმოდგენილი. დიახ, სასიამოვნო პირველ რიგში ჩვენი გაცნობა. რაც შეეხება ავტომობილს, ნამდვილად ისეთი ავტომობილი არის, რომელიც რა იმედებით და მოლოდინებით შეიძლება ამ ავტომობილს გაქონდეს ადამიანს გაცილებით მესტაბეჭდილებას დაუტოვებს, როდესაც გაივლის ადამიანი ტესტ-დრაივზე. ძალიან სასიამოვნო და ალბათ მე ტესტ-დრაივზე აუცილებლად შევამოწმო. დიახ, ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა, რომ ერთი არის რას ვამბობთ და მეორეა მანქანა რას ამტკიცებს. ძალიან კარგი და შტაბეჭდილებას მეტი мотиваციის მაყურებელი აუცილებლად მოისმენს ჩემი მხრიდან. თუმცა მანამდე მივიდოდით, მაინტერესებს ეს ავტომობილი რამდენ კილომეტრს გადის დაახლოებით? კი ბატონო. ზამთარ ზაფხულდა, 2 სეზონიდან გამომდინარე. კი ბატონო, ამ ავტომობილის, მოდი ესე ვიტყვი, CLTC სტანდარტი, ანუ რაც არის ზოგადი სტანდარტი ავტომობილების, უწერია 615 კილომეტრი. შვენიერი. თუმცა იმის გამო რომ ავტომობილს აქვს კატლის ბატარეები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემო ტემპერატურა ნაკლებად ზემოქმედებს ავტომობილის რეინჯზე, ზაფხულში თამამად შემიძლია ვთქვა, ყავს მომხმარებლ რომელსაც 600-იც გაიარა, მაგრამ მე 550-ს ვიტყვი, რაც უფრო რეალურია გარანტიით. ზამთარში 450 და 500-მდე.
ეს ყველაფერი არის გატესტილი, შემოწმებული, ოღონდ არის შემოწმებული სტანდარტული სიარულით. იმიტომ რომ ამ ავტომობილის მთავარი პლუსი არის ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის აჩქარება. 0-დან 100 კილომეტრამდე 3.7 წამი. რეალურად 3.5 წამშიც აგვიჩქარებია სპეციალური სოთოთ პირობების გათვალისწინებით. გაზაფხული ახლოსაა. 30%-იანი ფასდაკლება პერგოლაზე, რომელიც თქვენ სახლს გარდაქმნის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შექმნათ სრულყოფილი კომფორტი თქვენს ეზოსა და აივანზე და ისიამოვნოთ როგორც წევიან ისე ზიანამიჩი. და ბოლოს შეუყვეთეთ დღესვე და მიიღეს საუკეთესო გარემო ყველაზე დაბალფასად. 2023 წელს ვიცი რომ ჩამოყალიბდა ეს იდეა და როგორ გაჩნდა და რამ განაპირობა ამ იდეამდე მისვლა. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა იმისთვის რომ დაინტერესდით ჩვენთან სტუმრობით. 2023 წლის დეკემბერში გავიხსენით, როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალურად შოურუმის გახსნა გქონდა 21 დეკემბერს, თუმცა იქამდე ვრცელი გზა გამოვიარეთ, რაც მოიცავდა თვითონ ბაზრის მოკვლევას, რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა ჩინური ავტომობილები, ზოგადად როგორ ავტომობილებზე იყო მოთხოვნა ჩვენთან ბაზარზე, რა ფასთა კატეგორია იყო უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის, ელექტრომობილებს როგორ მიიღებდნენ, ზოგადად ჩინურს როგორ მიიღებდნენ, ბევრი სხვადასხვა კვლევა გქონდა. უკვე ოქტომბრიდან დავიწყეთ სატესტო რეჟიმში შოურუმით მუშაობა. დეკემბრის დასაწყისში დავიწყეთ უკვე მარკეტინგული აქტიურობა და 21 დეკემბერს გრანდიოზულად გავიხსენეთ. ძალიან ბევრი ავტომობილი წარმოდგენილი. დიახ, მულტიბრენდული შოურუმი გაიხსნა. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს რა ბრენდებია თქვენს შოურუმში წარმოდგენილი. ანუ ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლები ჩერის შვილობილი კომპანია iCar-ის, Jetour-ის, IM Motors-ის, ასევე Dayun-ის და Forcing Dongfeng-ის. ასევე წარმოვადგენთ Honda-ის მოდელებს, რომელიც სამთავრობო ავტომობილები არის ჩინეთში რეალურად. იცით რა, სანამ მანდამდე მივალთ ამ ავტომობილის დეტალურ ჩაშლაზე, თუ ეხა სახელები შეიძლება ჩვენი მაყურებლისთვის, ბენელისთვის ძალიან უცხო იყოს და ვერ მიხვდნენ რომელ ავტომობილებზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მცირე პატარა ისტორია აქვს ამ ავტომობილებს. ქართველი მომხმარებლისთვის შეიძლება ჩინეთში წლებია უკვე ამ ავტომობილით სარგებლობენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით მათზე არაფერი. აი ის პოტენციური დამკვეთები, ვისაც სურს თუნდაც თქვენი ავტომობილების შეძენა, ძალიან ბევრი ფაქტორია და რისკი იმის თუ აი ხვალ როგორ იქნება, წყობიდან ხომ არ გამოვა, თუ რამე პრობლემა იქნება, როგორ შეიძლება ეს ამ ავტომობილს უშველოთ და ნუ მოკლედ მინდა რომ ამ ადამიანებს დამამშვიდოთ და აუხსნათ თუ როგორი ექსპლუატაციის მქონე თითოეული ავტომობილი. ჩინეთის ქარხნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი რაც წამოვიღეთ იყო გარანტიები, რომელშიც მხარდაჭერას თავიდან ბოლომდე ჩინეთის ქარხანა გვიწევს, ანუ ჩვენით გარანტიას არ გავცემთ. აბსოლუტურად ხუთივე კომპანიის სტანდარტს ვაკმაყოფილებთ სერვისის მხრივ, თვითონ ჩამოდიან წარმომადგენლები, ჩვენთან ატრეინინგებენ ჩვენს თანამშრომლებს, ასევე მიდიან წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს გასვლითი ტრეინინგების, კონფერენციებზე დასწრება, შესაბამისად ნაწილდებით ხოლმე მენეჯმენტი კონფერენციებზე მივდივართ ჩინეთში, სერვისის თანამშრომლები მიდიან ხოლმე კონკრეტულად ტექნიკური ჯგუფის გადამზადების პროგრამებზე, შესაბამისად აბსოლუტურად ყველანაირად ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მალე დროში და მოკლე დროში აღმოფხვრათ ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება რომ წარმოეშვას klients. ძალიან კარგი, ანუ ის რომ დაუშვათ ავტომობილს რომ შეიძენენ, აღარ არსებობს იმის რისკი რომ სად გავაკეთო, ვის მივმართო. როგორც წესი, კითხვები არის ხოლმე სერვისთან დაკავშირებით, როგორ მიიღებენ ამ სერვისს. სხვაგან სერვისის გაწევის საჭიროება საერთოდ არ არსებობს ამ 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ გარანტიაზე არის ავტომობილი, შესაბამისად ნებისმიერ ხარვეს ან რაიმე იგივე ავარიას აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ თვითონ უკმაყოფილებთ. აი რისკები მაგალითად, აი ჩვენ კორეული, გერმანული ბრენდებიზე გავიზარდეთ და წლების განმავლობაში დღემდე ალბათ 80-90% დღესაც რა თქმა უნდა ეს ბრენდები იკავებს ქართულ ბაზარს. აი ავარიის შემთხვევაში რამდენად უსაფრთხოა ეს ავტომობილები? Crash test-ებს გადიან როგორც წესი ისინი ბრენდები თვითონ ჩინეთში და ამის შემდეგ უკვე იწყებენ ევროპისთვის წარმოებას. ჩვენთან ჩამოდის ევროპისთვის წარმოებული ავტომობილები. შესაბამისად გატესტილი აქვს თვითონ აბსოლუტურად ყველაფერში. მეტი мотиваცია
ვიყოფებოდით ჩინეთში და ძალიან ბევრ ჩინურ ავტომობილს შევეხეთ, ვიყავით უამრავ შოურუმში და შესაბამისად ვნახეთ ავტომობილები, რომლებსაც 300.000, 400.000 კილომეტრი აქვს გავლილი და მათ ექსპლუატაციაში ჩემი თვალით დავწმუნდი, რომ წლების განმავლობაში რომელ ავტომობილზე ჩვენ არაფერი არ გვესმოდა, ეს ავტომობილები უკვე ძალიან პოპულარულია და ძალიან ზოგიერთ ავტომობილს ლეგენდარუსაც კი ეძახიან ჩანგას და მსგავს ავტომობილებს და ძალიან გამახარა იმ ფაქტმა და დამარწმუნა კიდევ მეტად იმაში, რომ ეს ავტომობილები არ არის ეს უბრალოდ ლამაზი შორი და როგორც ჩანს, მათ ძალიან დიდი ექსპლუატაციის მქონე რესურსებიც გააჩნიათ. მე მაინტერესებს რატომ არის ესეთი ბიუჯეტური, რის ხარჯი ახერხებს ჩინეთი დღეს, რომ დაუშვათ ყველაფერს თავაზობს აბსოლუტურად ავტომობილის სერვისში, ხარისხში, რასაც ჩვენ უყურებთ, ვიზუალიზაცია, ექსტერიერი, ინტერიერი და ფასი თითქმის ბრენდულ ავტომობილების მიმართებაში ნახევარია. მესამედიც ხშირ მესამედიც მით უმეტეს და როგორ ხდება ეს? იცით და ჩემი გამოცდილება წაგებაზე მუშაობენო ბევრი ამბობს. არა, არ მგონია რომ ბიზნესმა ზოგადად ესე წაგებაზე იმუშაოს მით უმეტეს ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩინეთის ბაზარზე ფასების რეგულირება ხდება იმითი, რომ აბსოლუტურად ყველა ნაწილი მზადდება თავად ჩინეთის ტერიტორიაზე, არაფრის იმპორტი არ უწევთ, აბსოლუტურად პირიქით მთელი ქვეყანა მუშაობს ექსპორტზე და ყველაფერს ყველა ქვეყანას უმზადებენ ისინი, შესაბამისად თავიანთი მუშახელი ყავთ, რომელიც შედარებით უფრო იაფიღებს ვიდრე უცხოელი მუშახელი რომ დაასაქმონ და ყველა ელემენტარული დეტალიც კი ავტომობილში დამზადებულია თავად ჩინეთში, რაც რეალურად ამ ექსპორტის იმპორტის ხარჯებთან ერთად უმცირებს ზოგად ხარჯსაც და ამიტომ ფასი გამოდის ბევრად უფრო კარგი ვიდრე სხვა ქვეყნებში დამზადებულ ავტომობილებზე. თვითონ ჩინელებიც ვეღარ ხვდებიან რომელი ბრენდი როდის იქნება და იმდენი ახალი ავტომობილები და მით უმეტეს ეს მობილურმა სამყარომ საერთოდ თავიანთი საკუთარი ავტომობილები გამოუშვა, თითქმის ყველა მობილურს თავისი ავტომობილი ყავს უკვე და ძალიან მოგეთ არ ვიცი, ძალიან ბევრ ამის ველოდებით, ალბათ მომავალ 5 წელიწადში რა პროგნოზი გექნება. ალბათ ვიფრენთ. რაც პირადად ჩემთვის ასობებს პირობებში საოცნებოა ნამდვილად. ეს ტენდენციაც მე მგონი არსებობს ხო. თუმცა მანამ აუფრინდებით, მანამდე დღესდღეობით როგორია ქართველი მომხმარებლები, როგორ შემოდიან, როგორი კმაყოფილები არიან. რას ვფიქრობ, როგორი ტენდენციებია, რომ ჩინური ავტომობილები აიდგავს ბოლო და ბოლოს ფეხს და მოიკიდებს ბაზარზე ისე რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტად ჩაანაცვლებს გერმანულ და იაპონურ ავტომობილებს. აუცილებლად ესე იგი. ჩვენ წელიწად ნახევარია რაც ბაზარზე ვართ და რეალურად ისეთი ტენდენციის ცვლა არის და იმდენად გაუმჯობესება არის, რომ არ არსებობს რა 5 წელიწადში არ იყოს ეს ყველაფერი მომავალი. და რა სიახლებია იმ მოტორს ჯორჯიაში ისეთი, რაც მაგალითად განსხვავებულია დღეს ქართულ ბაზარზე. არა, უკვე პროცესში ვართ ჯეტურის შოურუმის მშენებლობის. ჯეტურის ბრენდი ცალკე გაგვაქვს. აღმაშენებლის ხეივანზე ექნება შოურუმი, რასაც მალე ზუსტ მის ამარცხს დავუკონკრეტებთ უკვე მაყურებელსაც და აუცილებლად გახსნაზეც დაგპატიჟებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელს. ბოლოს მინდა რომ მეტი მოტივაციის მაყურებელს რა თქმა უნდა ჩვენი სლოგანი დაუბრუნდი საქართველოს, რომელიც ლოზუნგიც ჩვენ გვაქვს, რომ ნებისმიერ ემიგრანტს, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს, გვინდა რომ შემოგვიერთეთ და თქვენც იყოთ ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ ვისაც სურვილი ექნება, რომ საქართველოში დაბრუნდეს და აქვს თუნდაც იმის გამოცდილება ავტომიმართულებით, რა თქმა უნდა, მიმართოს თქვენს კომპანიას და ერთი ვაკანსიის კუთხით, რა თქმა უნდა, თქვენთან დასაქმდეს. სიამოვნებით შემოგიერთდებით, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის და ემიგრანტების დაბრუნებისთვის და გამთლიანებისთვის რაღაც ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ. შესაბამისად, ერთი ვაკანსია აუცილებლად იქნება ჩვენთან გამოყოფილი. მადლობა დიდი, ჩემთვისაც.